თქვენ ყოფილ პაციენტთან გაგა ქერიმოვთან დაკავშირებით. რომელიც ჩარჩენ გარდაიცვალა. თქვენი ჩაწერა გვინდა და როდის შეიძლება რო გნახოთ? აი მე ვერ გეტყვით, მე ცოტა დაკავებული ვარ და მოგვიანებით რომ დამირეკოთ შეიძლება? ინტერვიუზე ერთ პროფესიონალის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გელა კობეშავიძე დაგვთანხმდა. მისი სახელით ადვოკატი საუბრობს. თემურ სიმონიშვილი განმარტავს, რომ ქერიმოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში მიყვანისთანავე მძიმე იყო. გამოძიება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დანაშაულის შემადგენელი ნიშნები ამ შემთხვევაში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, იგივე რაიონის პროკურატურამ გამოყო ცალკე წარმოებად სისხლისამართლის საქმე და ქვემდებარების მიხედვით გადაუგზავნა ფინანსთა სამინისტროს საფინანსო პოლიციას, სადაც ესე იგი ვიქაც მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედება და ნოემბრის თვეში გამოვიდა ამნისტია, რის საფუძველზეც სისხლისამართლის საქმე შეწყვეტილი იქნა. ასე მთავრდება ერთი შეხედვით გაგა ქერიმოვის ისტორია. თუმცა ამ ამბავში კიდევ რამდენიმე საინტერესო დეტალი ხდება ცნობილი. ადვოკატთან საუბრისას ირკვევა, რომ არსებობდა ორი კლინიკა პროფესიონალი. ორივეს ერთი და იგივე დამფუძნებელი ჰყავდა გელა კობეშავიძე. ერთი პროფესიონალი ლიცენზირებული იყო, ხოლო მეორე საქმიანობის ნებართვას ელოდებოდა, თუმცა ორივე კლინიკა ერთ მისამართზე, ჩიტაიას 26 ნომერში მდებარეობდა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ქერიმოვი ლიცენზირებულ პროფესიონალში იყო აღრიცხული. სტუმილება არის სახელწოდების დასახელებაში. კერძოდ, რომ ფაქტი მოხდა თამბაქოს საწინააღმდეგო ცენტრის კლინიკა პროფესიონალში, სადაც გარდაიცვალა აღნიშნული პიროვნება. პარალელურად ლიცენზირება უნდა აღებულიყო შეპოსე ნარკოლოგიური კლინიკა პროფესიონალის მიმართ. ამათ არავითარი ურთიერთკავშირი ერთმანეთთან არ გააჩნია. ვინაიდან ფაქტი მოხდა ერთში და ეს თამბაქოს საწინააღმდეგო ცენტრი არის ლიცენზირებული. ამ სკანდალის შემდეგ პროფესიონალი მუშაობას წყვეტს. რამდენიმე თვეში ჩდება ახალი ნარკოლოგიური ცენტრის სახელწოდებით დაბრუნება, რომელიც ასევე ჩიტაიას 26-ია რეგისტრირებული, თუმცა რეალურად გამცემლიძის ქუჩაზე მდებარეობს. დაბრუნების დამფუძნებელი კვლავ გელა კობეშავიძეა, რომლის ტელეფონის ნომერიც კლინიკის ვებგვერდზეა მითითებული. კობეშავიძესთან ერთად იგივე რჩება მედპერსონალის ნაწილიც. კლინიკა დაბრუნების ადმინისტრატორი ამტკიცებს, რომ ახალ ცენტრს ძველ პროფესიონალთან არაფერი აკავშირებს. დაბრუნება დაბრუნებულ კლინიკას საქმიანობის ლიცენზიაც აქვს. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ლიცენზიის გაცემის დროს ქერიმოვის საქმე გათვალისწინებული ვერ იქნებოდა, რადგან სამინისტრო საქმიანობის ნებართვას მედპერსონალის და დამფუძნებლების ვინაობის მიხედვით არ გასცემს. ლიცენზიის გაცემას აქვს თავისი წესი. ანუ ლიცენზიის გაცემის წესი რეგულირდება შესაბამისი კანონით ლიცენზირების და ნებართვების შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 2005 წლის 2 სექტემბრიდან. და ასევე არის მთავრობის შესაბამისი დადგენილება 153 დადგენილება და შემდეგ 253 დადგენილება, სადაც არის პირობები, რა პრინციპით ხდება ლიცენზიის გაცემა. ამ პირობებში არ არის გათვალისწინებული ემსწოდებელი პერსონალის არსებობა. ანუ აქ არის საუბარი წმინდა ეს პირობებზე, სამუშაო პირობებზე, შენობა, შესაბამის პირობები. დაბრუნება ლიცენზირებული კლინიკა. შესაბამისად მისი სამედიცინო საქმიანობაც კანონიერია, თუმცა დამფუძნებლები ინტერვიუზეც და კლინიკის გადაღებაზეც უარს აცხადებენ. დამფუძნებელს აქვს მისი უფლება შეხვდეს, მოგცეს კომენტარი, ან არ მოგცეს კომენტარი. მე მხოლოდ ვერ გეტყვით, ეს თავისი პირადი ის არის, საქმიან პირადი არის თუ არსუს ადამიანს. გაგა ქერიმოვის საქმით დაინტერესების შემდეგ კვირის რეპორტაჟმა ამ სფეროში შექმნილ სიტუაციაზე კომენტარისთვის ექსპერტს მიაკითხა. ზურაბ სიხარულიძე ნარკოლოგიური კლინიკა ურანტის ხელმძღვანელია. ის განმარტავს, რომ ყველა ნარკოლოგიური კლინიკა ნაწილობრივ ანონიმურია, მაგრამ ანონიმურობა მხოლოდ პაციენტებზე ვრცელდება და არა კლინიკის მუშაობაზე. სამედიცინო ცენტრ ურანტში გაგა ქერიმოვის საქმის დეტალები არ იციან, თუმცა ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობენ. დღეს ვისაც არ იზარება ყველა მკურნალობს ნარკომანს, იმიტომ რომ ეს ადამიანები მალავენ თავიანთ დაავადებას, ანუ არ ფასი არის ძალიან მაღალი, ურჩევნიათ რომ ბინაზე იმკურნალონ, არის შემთხვევები რომ ექთინებიც კი მკურნალობენ, არის ბევრი ცუდი შემთხვევა, რომელიც დაუშვათ ვიგებთ უკვე პოსტფაქტუმ, როცა უკვე პაციენტი მოდის კლინიკაში, უკვე დამძიმებული. ბევრი პრობლემაა კანონმდებლობის თვალსაზრისით. ეხლა ხდება ამის ყველაფრის შეცვლა, გარდაქმნა, მორგება ევროპულ კანონმდებლობასთან, უამრავი არასამთავრობო მუშაობს იმისთვის, რომ კანონი შეიცვალოს და რაღაც ბევრი პრობლემა არის ჩვენი, რომელიც დიდი ხანია ამაზე მიდის მუშაობა.
ვიდრე ამ სფეროში ვითარება გამოსწორდება, გაგა ქერიმოვის დედა საქმის ხელახლა გამოძიებას იტყობს. ოჯახი საქართველოში არსებული ყველა სასამართლო ინსტანციის გავლას აპირებს და თუ შედეგს ამჯერადაც ვერ მიაღწევს, სტრასბურგში იჩივლებს. სამინისტრომ პოლიკლინიკის ექიმებს და მათ პაციენტებს საახალწლო სიურპრიზი მოუმზადა. 31 დეკემბრის ბრძანებით სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებს აღარ აფინანსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტებს ყველა პროცედურაში თანხის გადახდა უწევთ. რაც ნიშნავს, სადაზღვევო სისტემაზე გადასვლა და რამდენად მძიმე იქნება გარდამავალი პერიოდი თითოეული ჩვენგანისთვის. გიორგი მოლოდინი, მოგითხრობთ. დღეს იყო ასეთი ორი ბავშვი, უკვე 5 წელზე ეკუთვნოდა გეგმიური აცრა, მოვიდა ერთ თქვენს ესაუბრეთ, მაგრამ ის ჩემამდე ვეღარ შემოვიდა, იმიტომ რომ გაიგო უკვე აცრისთვის ჩემი კონსულტაცია იყო ფასიანი, გაბრუნდა უკან. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში გარდამავალი პერიოდი უკვე 2 კვირაზე მეტი აგრძელდება. პოლიკლინიკების თვითდაფინანსებაზე გადაყვანამ და პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების შეჩერებამ, როგორც ექიმების, ასევე პაციენტების უკმაყოფილება გამოიწვია. სახელმწიფო სამედიცინო შეღავათები, რომლის საშუალებითაც მედპერსონალი ფიქსირებულ ხელფასს იღებდა, აღარ არსებობს. ეს ტვირთი ახლა პატარა პაციენტების მშობლებს დააწვათ. პოლიკლინიკებში უკმაყოფილო მშობლების რაოდენობა იმატა. ამის შემდეგ მეორეც მოვიდა, იქვე გაიგო თუ არა ისე წავიდა ჩემამდე აღარცხოს. ექიმთან ვიზიტში ფული რომ უნდა გადაეხადა, დღეს პოლიკლინიკაში ბავშვის ასაცრელად მისულ ეთერ გაბრიჭიძესაც გაუკვირდა. ბებია სიტუაციაში გასარკვევად სახლში, შვილთან დარეკვაც კი მოუწია. ოჯახმა იცოდა, რომ 3-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ექიმის ვიზიტი სახელმწიფო პროგრამის ფინანსდებოდა. უკვე პოლიკლინიკის მიმღებში კი შვილიშვილთან ერთად მისულმა ბებიამ აღმოაჩინა, რომ ექიმთან ვიზიტი 10 ლარი ღირს. დედას გადავურეკე, რომ მომცხარი ფანერავის იქნება თქვა, რომ ფასიანია მეთქი, 10 ლარი უნდა გადავიხადო. აცრაში არა მეთქი, ვიზიტში, როგორც განმიმატეს მეთქი და როგორ მოვიქცე მეთქი და გადაიხადე ახლა უკან ხარ წამოვიყან ბავშვს ახლა. არ გაუკვირდა, იმიტომ რომ მე არა ვიცოდი რომ არ იყო ისო, თუ არა მოგცემდი ფულსო და თუ გაქვს ფულიო გადაიხადე. პრობლემა, რომელიც ამ პოლიკლინიკაში დაგვხვდა, 31 დეკემბრიდან უკვე ყველა მსგავსი სამედიცინო დაწესებულებისთვის ანალოგიურია. სწორედ ამ დღეს გამოიცა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ უარი თქვა 3-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების და 15 წლის ზემოთ მოქალაქეების პირველადი ჯანდაცვის დაფინანსებაზე. ფასიანი გახდა ყველა ის ამბულატორიული მომსახურება, რომელსაც დღემდე მოსახლეობა სქესის, ასაკის და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად უფასოდ იღებდა. ექიმთან ვიზიტი, ექთანთან ვიზიტი, პაციენტის რეგისტრაცია და შეფასება შემდგომი მეთვალყურეობის დაწესების მიზნით. ექიმისთან ექთნის ვიზიტი ბინაზე წელიწადში 4 ჯერ, შემდეგი კატეგორიის პაციენტებისთვის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები. მასთან გათანაბრებული და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე და მუდმივად მწოლიარე პირები. ონკოლოგიურ პაციენტებთან ექიმის ბინაზე ნებისმიერი გამოძახება ონკოლოგის მიერ განსაზღვრული საჭიროების შესაბამისად. ექიმის მიერ მედიკამენტების გამოწერა. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისას აუცილებელი მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებით პაციენტის უზრუნველყოფა. ქრონიკული დაავადების მართვა, ჰიპერტონული დაავადების გამოვლენა და რეგისტრაცია, ლაბორატორიული გამოკვლევები, შარდის და სისხლის ანალიზი, ორსულობის ტესტი, დიაგნოსტიკური გამოკვლევები, არტერიული წნევის გაზომვა, ანთროპომეტრია. ზემოთ ჩამოთვლილი სერვისების საფუძველზე გაიცემოდა მედპერსონალის ხელფასების, რომელიც საშუალოდ 170 ლარი იყო. ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების შესაბამისად პოლიკლინიკები თვითდაფინანსებაზე გადავიდნენ, ექიმს აღარ აქვს სტაბილური ხელფასი. მან ანაზღაურება პაციენტების რაოდენობის მიხედვით უნდა მიიღოს. მინიმუმ 4 პაციენტი უნდა მიიღოს პედიატრმა და ბინაზე დაახლოებით 11 გამოძახება მაინც უნდა შემოიტანოს წვეში, რომ ჩვენ შევძლოთ ყველა იმ ხარჯების დაფარვა და იმ ხელფასების დატოვება, რაც ჰქონდათ მათ. მაგრამ სამწუხაროდ სიამოვნების შემოსავლები ძალიან შორს არის ამისაგან. ექიმები თვითდაფინანსებაზე გადაყვანამ სამსახურის დაკარგვის საშიშროების წინაშე დააყენა. ამის მაგალითი შეიძლება დიღმის მასივის ბავშვთა 21 პოლიკლინიკა იყოს. ექიმებისა და მედდების შემცირების საკითხთან ერთად ამ სამედიცინო დაწესებულებისთვის პროფილის შესვლის საკითხს განიხილავენ. ის ექიმები, რომლებიც შეძლებენ აი ამ შემონატანის შემოტანას და მათ ეყოლებათ პაციენტები და ამ ექიმის პაციენტი სხვაგან არ სადარწავა და მას მიმართავს ყველა შემთხვევაში, ასეთი ექიმები დარჩებოდა. ის ვისაც მნიშვნელოვნად განსხვავებული ექნება ამ ექიმებისაგან დატვირთვა, ძირითადად ჩვენ დატვირთვა ჩავდებით, დატვირთვის მოსათვის განსაზღვრეთ აი ეს ყველაფერი, ვინც ვერ დაიტვირთება, ვისაუბრეთ ამის შესახებაც, რომ ალბათ მოგვიწევს მათი დაშვება. ჩემთვის ძალიან რთულია წარმოვიდგინო, რომ ექიმს, რომელსაც აქვს კვალიფიკაცია